შემდეგი ჩვენი ვიდეო გაკვეთილი Word 2016-ში ეხება აბზაცებს შორისა და სტრიქონებს შორის დაშორებებს. მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ჩვენ გვიძლია ვნახოთ თვითონ მენიუდან Home-ში პარაგრაფ კატეგორიაში ჩამოვშალოთ ნაწილი, რომელსაც ქვია line spacing-ი და ვნახავთ, რომ შესაძლებელია ხაზებს შორის ინტერვალების გაზრდა. ასევე გეტყვით, რომ თუ შეყვართ line spacing option-ში, მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ უკვე თქვენთვის სასურველი პარამეტრი. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რომ საზომი ერთეული აქ როგორც არის ნაჩვენები წერტილში, შესაბამისად თქვენს წერტილში უნდა მიუთითოთ. წინამორბედ შემთხვევაში დაგიწერთ შეცდომას, მაგალითად 2.3 ძიმით, ხო? ოკეი, აი არ წერს, რომ არ ხდება მისი შეყვანა. 1.3 დავუშვათ, ოკეი და ხდება ამ პარამეტრის მითითება. ასევე გეტყვით, რომ აბზაცებს შორის ინტერვალით შეგიძლიათ დაარეგულიროთ. თუმცა ამის დარეგულირებისათვის აუცილებელია შეხვიდეთ პარაგრაფის advanced ნაწილში, ანუ მენიუში და ვნახოთ before და after. მოდით იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ ეს საკითხი, დავაყენოთ აქ single და აქ დავაყენოთ 0. თქვენ კარგად დააკვირდებით, რომ მთლიანი ტექსტი გადაება ერთმანეთს. მთლიანი ტექსტი გადაბმულია, მაგრამ აბზაცები სად დაიწყო, სად დამთავრდა, უფრო რთულად აღსაქმელია. თუ მით უმეტეს აბზაცი ბოლოში მთავრდება. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრძანება პარაგრაფის spacing-ი, ანუ spacing-ი პარაგრაფებს შორის. Before მაგალითად მიუთითოთ 6 ან 12, დავაწვეთ OK-ს და ვნახავთ, რომ ყოველი აბზაცის წინ შეიქმნა სიცარიელე, აი ესეთი დაახლოებით. ან აი ესეთი. ხოლო შემდეგ უკვე აღარ არის ეს სიცარიელე, მაგრამ ინტერვალი აბზაცებს შორის არის ზუსტად 12 პეტ. თუ ჩვენ დავაყენებდით 6 პეტს, აქაც და აქაც და დავაწობოდით OK relax, თქვენ ნახავდით, რომ აბზაცებს შორის ინტერვალი იგივეა, თუმცა 6 წერტილი აქ აბზაცის შემდეგაც და აბზაცამდეც დარჩენილია. ანუ ეს თქვენი გემოვნები და თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ არეგულიროთ. და აქვე არის, რა თქმა უნდა, კიდევ იგივე ერთი ბრძანება set as default-ი, რომელიც მითითებულ პარამეტრებს საწყის პარამეტრებად აქცევს და ჩვენს დოკუმენტს ყოველთვის ახალ დოკუმენტს გახსნის ყოველთვის ამ პარამეტრების მიხედვით. მადლობა ყურადღებისათვის.